მოგესალმებით, ეს არის ვიდეო ისევ PS-ზე. ეხლა ჩვენ თამაშობთ მეგობრულ матчს და ეს არის ჩემი შემადგენლობა. ასევე განახებთ მოწინააღმდეგე გუნდის შემადგენლობასაც. ესეთი გუნდი თამაშობს გუგა. ხა ვითამაშებთ матчს. მინიშნებები და დაიწყება მალე матчი. და დაიწყო ეს матчი იმართება ჩემს სტადიონზე, ალეს სტადიონზე. რონალდო დაიწყებს თამაშს, მბაპე. ართვეს აქ უცებ ბურთი. საული, დერონი და თამაშგარე მდგომარეობაში იყო დიეგო ფორლანი. მანუელ ნოიერი. გააკეთა გადაცემა მაზრაუი, ვან დაიგზე პასი. კანტე ვერ მიიღებს ამ ბურთს. შემდეგ კროსი კარგია ართმევაზე. მბაპეზე გადაცემა. მბაპემ ჩამოიშორა ერთი მეტოქე, შევიდა საჯარიმოში და უნდა დაარტყას, თუმცა დაუბლოკეს. კარგად ითამაშა აქ ვიდა. უკან პასი მეკარეზე. და აქ მბაპეს შეეძლო ჩაჭრა. მაგრამ არ გამოუვიდა. თუმცა ბურთი მაინც პარიზელებს. ლეროი სანე. კარგად თამაშობენ ისევ ძველები. სენსი ნახოთ, დერონი. კარგია საული. დერონი ისევ. კარგად ათამაშებენ ბურთს ქართველები. ხოთ და იქნება კუთხური. სენსი ჩამოაწვდის კუთხურს. ჩააწოდა შორძელთან და არაზუსტი დარტყმა. მანუელ ნოიერი. გადაცემა რონალდოზე. თუ მიიღო, ვერ მიიღო და აქ კროს შეეძლო ჩაჭრა. მაზრაუი ფრთხილად უნდა ითამაშოს, ასეც იქცევა. კარგია. კარგად მოტრიალდა. პასით გააკეთა მესი. არა, საული კარგად თამაშობს. კარგი გათამაშება დიეგო ფორლანი, ნახოთ რას იზავს. ვერ დაარტყა, თუმცა მიუვიდა ბურთი, დაარტყა და 1-0. კარგად გაითამაშეს კომბინაცია. ხაკი რონალდო განაახლებს თამაშს. არა, ესეც არ გამოსდით. კანტე. გენიალური გადაცემა და აქ არ იყო აფსაიდი. 2-0. საული. ძალიან ცუდად თამაშობენ პარიზელები და აქ შეიძლება კიდევ ერთი გოლი გავიდეს. 3-0. უკვე ძალიან რთულდება პარიზელთა მდგომარეობა.
არ იყო გოლი? აფსაიდი დაფიქსირდა. კარგია აქ ვან დაიკი ფრთხილად. კარგია ჩამოიშორა. დამთავრდა პირველი ტაიმი. დიეგო ფორლანი განაახლებს ამას. სარისკო პასი ვიდაზე, საული ვნახოთ. ვან დაიკი მესი. წავიდა მესი წინ და აქ სულთად ითამაშეს. ჯარიმა იყო, თუმცა ქართველებს დარჩათ ბურთი და დიეგო ფორლანი და აქ მანუელ ნოიერი კარგად გამოვიდა კარიდან. გადაცემა კროსზე. რონალდოზე პასი და სად ჩაჭრეს. აქ მესის წართვეს. საუმიგეს წართვა. მაზრაუი. დარჩევათ ბურთი ქართველებს. სენსი ნახოთ. კარგია ვან დაიკი გამოიტანა ბურთი. დერონი. დაარტყა დერონმა და ნოიერმა უთულესი ბურთი აიღო. ძალიან ადვილად დაარტყმევინეს დერონს. გაითამაშეს აქ. თუმცა ვან დაიკი კარგია და ერთი გადაცემა რონალდოზე. კარგია რონალდო ჩამოიშორა ერთი მცველი, თუმცა ვიდას ვეღარ გაცდა. ისე ვიბრძვის. მაინც დარჩებათ ბურთი ქართველებს. აქ კონჩეტევა ვნახოთ. დიეგო ფორლანი დაარტყა და ნოიერი მართლაც კარგად თამაშობს. აქ საული. ხილად უნდა იყოს. კარგი ფინტი ლეო მესი. ვნახოთ რა სიზავს, გაცდა ისიც. მაგრამ სისწრაფე აღარ იყო. აქ როგორ ვერ ჩაჭრა სანემ ეს გადაცემა. სარისკო პასი და აქ პარიზელებმა მიიღეს ბურთი, უცებ დაკარგეს. რონალდო ნახეთ სად არის ჩამოსული. დაარტყა და ნოიერი კარგია. წინ პასი. ხილად უნდა ითამაშონ აქ. ნოიერის გადაცემა გრძელი, თუმცა ვერ ახტა რონალდო. და კონჩეტევა ისევ ძალიან მაგრა თამაშობს საქართველოს ნაკრები. და ფორლანი დაარტყა და რა ბურთებს იღებს დღეს მანუელ ნოიერი. მართლაც საუკეთესო ამის გუნდში. ეგ ნახოთ. და პრესტიჟის გოლს გაიტანს. და გაიტანოს არ დასჩა დრო 2-0 მოიგოს საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად. ულოცავთ მის ფანებს.